მეგობრი მედიასთან შეხვედრის პარალელურად ოზურგეთის თეატრის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერებს თავად ივანიშვილი გაესაუბრა. ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება მოსთხოვეს. ჩამოთვალეთ აბა პირველი მიანაბრების პრობლემა, დიახ. მიანაბრების გადავჭრის პრობლემას. იპოთეკარებს მოუგვარებით პრობლემას. ასევე თქვენ დაპირდით ამორჩეულებს, რომ იქნებოდა დენი 250 ლარი. ურეკში კონდეთ სპეციფიკაცია იქნებოდა 250. თქვენ ასევე დაპირდით, რომ ურეკის მასწავლებლებს იქნებოდა სოლარიუმი. და ძალიან ბევრი დაპირება გაიცეთ. ასევე გაიცეთ, რომ დენი არ უნდა ღირდეს, იმდენი რამდენიც უნდა ღირდეს. უნდა იყოს. დიახ. უნდა იყოს. თქვენ მოგიწევთ რაც თქვენ ჩამოთვალეთ. და 5 მილიონის შიტოსოფს. თქვენ და ამოწიოთ ეს კადრები და უნდა დადოთ ყველაფერი. რომ ეს მართლა მე ვთქვი. რასაც თქვენ იპოთეკარებზე ხომ შეგახსენეთ რა თქვი იპოთეკარებს. იპოთეკარების პრობლემა არის ძალიან რთული. სახელმწიფო სადაც შეუძლია და როგორ შეუძლია მათ უნდა დაეხმაროს და იზრუნოს. მაგრამ მე არ დავპირებია რომ ამ პრობლემას გადავჭრით. და დღესაც გავიმეორებ. ეს პრობლემა არის ძალიან რთული, მე მითხი საჭარაშიც იგივე და იგივე პასუხი გავიცი. ეს არის ძალიან რთული.